გამარჯობა მეგობრებო, ვაგრძელებთ ხალხის დახმარებას, ვარკვევთ რა არის ცივი და რა არის და რა კანონი მიიღეს ჩვენმა პარლამენტარებმა. ამ შემთხვევაში მეთოდოლოგია მინდა გაგიზიაროთ, სანამ ნივთზე გადავალ კონკრეტულად. ვინც ადევნებთ არხს თვალს, გესვდენებათ, მანამდე მეთოდოლოგიაში ეწერა, რომ მრავალსაგნოვანი ნივთები არ არის ცივი არაღი, ჩამკეტის არ მქონე დანები არ არის ცივი არაღი და 6 სანტიმეტრამდე პირის მქონე დანები არ არის ცივი არაღი. და ძალიან ადეკვატური არის, კარგი არის, უბრალოდ მანამდე მეთოდოლოგიაში ეწერა მხოლოდ, არავინ არ იცოდა მაგის შესახებ და ძალიან ბევრ გაუგებრობას იწვევდა. და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ყველაფერი კანონში დაფიქსირებული იყო, რომ ექსპერტსაც ცოდნოდა, რომ ყველაფერი ეგრე არის, მოქალაქესაც ცოდნოდა და პოლიციელსაც ცოდნოდა, რომ თავიდან აგვეცრებინა ხოლმე ბევრი გაუგებრობა. პრაქტიკაში, გამოვიდა ისე, რომ მაგის მაგივრად მივიღეთ სრულიად საპირისპირო და ახლა ესეთი რაღაცა ჩაწერეს მეთოდოლოგიაში. მრავალსაგნოვანი დანები და ასე შემდეგ ამებს არ შეგაწყეთ თავს და მაინც თავი დაიზღვეს ეს მრავალწლიანი გამოცდილება ჩვენი პატარა კინკლაობის და ჭიდაობის გაითვალისწინეს როგორც ჩანს და მაინც თავი დაიზღვეს რომ რაღაცა ისეთი ნივთი არ იყოსო და ესეთი რაღაც ჩაწერეს. ცივი არაღის იდენტიფიკაცია ასევე უნდა ეფუძნებოდეს საგნის კომპლექსურ შეფასებას. გარკვეული მახასიათებლების არ ქონა არ გამორიცხავს საგნის ცივი არაღად კლასიფიკაციის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია მისი საერთო ტექნიკური და ფუნქციონალური ნიშნების ერთობლივად შეფასება. მოკლედ სრულად გაუგებარი არის რა არის ცივი არაღი და რა არ არის, უბრალოდ მაინც თავი დაიზღვეს და შეიძლება რაღაცა მშხლეტავიც არ იყოსო, შეიძლება მჭრელიც არ იყოსო, შეიძლება რაღაცა არ იყოსო, მაგრამ მაინც არაფერი ვერ გამოგვეპაროსო, მაინც შეიძლება ცივი არაღი იყოსო, ესეც ჩაწერეს მეთოდოლოგიაში. არაფერი მეგობრებო, გავაგრძელებთ ისევ მუშაობას, ჩემი რჩევა იქნება, თხოვნა იქნება, რომ თუ არ შევთანხმდებით, ესე აგიხსნით, რომ მსგავსი რამე არსად არ ხდება, მსგავსი რამე არსად არ წერია და ესე არსად არ მუშაობს და იმდენად საყოფაცხოვრებო თემა არის ეს, რომ გამორიცხული არის, რომ რაიმე ნორმალურ შედეგამდე მივიდეთ. ვინმეს კი არ ვემუქრები, მაგრამ იმდენად საყოფაცხოვრებო თემაში არის ეს შეხებაში, რომ ყოველთვის იქნება გაუგებრობა საზოგადოებასა და პოლიციასა და თქვათ კანონმდებელსა და სხვა ასე გაგრძელებული მათ შორის. კაი, თვითონ გადავიდეთ ახლა ნელ-ნელა ნივთებს რო ვარკვევთ. მაგრატელი მქონდა დატოვებული, ესეც ჩვენი შეფუთული და გავხსნათ შეფუთა. ეს დანაც შეიძლება გეცნობოდეთ. ჩემი რჩევა იქნება, არ ვიცი, კიდე შეიძლება შეცვალოთ კანონი. ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერს ამ კანონის პირობებში ამ დანას ვერ გააკეთილშობილებს ვერაფერი საერთოდ. იმიტომ რომ ამ დანას მოუწევს სასამართლოზე ყოფნა. მაგრამ სულ რო შეიცვალოს კიდევ და ახლა ამ დასკვნემა კიდევ დაწერთ დაკარგოს ზალა, კიდევ გავიმეორებ, რომ არ გამოვა ესე რაღაცაზე თუ არ შევთანხმდით საზოგადოება და ჩვენი საზოგადოების ნაწილი ასე ვინც ამჯერად თქვათ ამ ყველაფერს წერს, გამორიცხული არის, რომ შევთანხმდეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესაძლებელი არის ამ ყველაფრის ისე დარეგულირება, რომ ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების რისკებიც არ გაიზარდოს, რაზეც თქვათ არგუმენტი აქვს საპირისპირო მხარეს და პატიოსანი მოქალაქეებიც, მშრომელებიც არ დავზარალდეთ. კეთილი, ნახოთ აბა ახლა რა წერია, უბრალოდ რა გქონდა დატოვებული. მოკლედ ესეთი მაგრატელი მეგობრებო, ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით, არ ვიცი, მჩხვლეტავზე მჩხვლეტავია. თუმცა, ექსპერტმა დაწერა, რომ ცივი არაღი არ არის. მოდი მაგასაც გაგიზიარებთ. კაი, ვერ ვიპოვნე მოკლედ დასკვნა. ესე უცებ, სურათის სახით დავურთავ დასკვნის თავარ ნაწილს, რომ თქვათ, ბევრი არაფერი არ წერია, მაგრატელი არ არის ცივი არაღიო. მიუხედავად მჩხვლეტავით ისევე ვისაუბრ. მეორე პუნქტს იყენებენ მეთოდოლოგიისა, რომ რასაც უნდათ იმას წერენ. შეუძლიათ დაწერონ, რომ ცივი არაღია, შეუძლიათ დაწერონ, რომ არ არის ცივი არაღი. ხო და მე ესეთი რაღაცა კითხვა მაქვს გამახსენდა, რომ ადრე მაგრატელებს ვლესავდი მე და მქონდა ხოლმე ხალხს და მე თქვა ჭუჭყიანები და რაღაცა რომ მოდიოდა ხოლმე. თხოვნა მქონდა მე რომ თქვა იქნება და დაშალოთ მე და დაშილი მომიტანოთ მეთქი რა და აი მაინტერესებს ახლა მე ეგეთი შემთხვევაში დავფიქრდი რომ ვიღაცას დაშლილი რო მქონდეს მაგრატელი ის იქნება თუ არა ცივი არაღი. ახლა ზუსტად იგივენაირი მაგრატელი არის და ვიღაცა მოდაშალოს. ახლა მაგალითად დანების შემთხვევაში გამიგია მე რომ თქვა დანა თუ დაშლილი არის, მაშინ ცივი არაღი აღარ გამოდის, იმიტომ რომ თქვა ზიანს ვერ მიაყენებ რა. ახლა სანამ იმას აწყობ და რაღაცა თემა გასაგებია, მაგრამ აი მთელი რო არ არის ცივი არაღი და დაშლილი ცივი არაღი ხდებოდეს, ეგეთი რამე არ გამიგია და
აი ეგ საინტერესო არის მაგალითად ეხლა უამრავი ეხლა მამაკაცები იქნებით ბევრი მანქანას რო შლით, ზოგმა შეიძლება კალინვალი ამოიღოს რაღაცას აკეთებდეს, ზოგმა შეიძლება რაღაც გიტარა, მანქანის გიტარა ქონდეს, ნაწილი დაშალოს და მიგდიოდეს რო თქვა იმის მსგავსი იშოვოს და ასე შემდეგ და ეს მაინტერესებს რა თქვა მთელი ცივი არაღი არ არის და დაშლის შემდეგ თუ ხდება რომ ცივი არაღი იყოს ეგეთი გამოცდილება თუ შეიძლება გქონდეს რა და მე ახლა ამას ავდგები და წავიღებ და მაგასაც გავარკვევთ აუცილებლად რომ შემთხვევით რაღაცა ვინტი რომ მოძროს მაგრატელს უცებ ცივი არაღი გახდება თუ არ გახდება და ეს ორი ნივთი არის თორე ცივი არაღი თქვენი აზრით დაწერეთ. ხო, კიდევ გაგვიზიარეთ თქვენი აზრით, თქვათ რის რომელი ნივთის გარკვევას ისურვებთ ამ შემთხვევაში საბურავის სარემონტო საჩუქრეთი გვაქვს დატოვებული ექსპერტიზაზე, ხორცის საბეგვი სამზარეულო ნივთი გვაქვს დატოვებული ექსპერტიზაზე და კიდევ პატარა მრავალსაგნოვანი პატარა კორნეტარა გვაქვს დატოვებული. კეთილი, მადლობა ყურადღებისთვის.